გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯური ჟურნალისტი. დღეს 18 ივნისია და თქვენ უყურებთ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვან პროექტს VT საქართველო News. რუსი ოპოზიციონერი ხელოვანის მკვლელობისთვის ადამიანი ქართული პასპორტით დააკავეს. მოსკოვი ცეცხლის ალშია. სოხუმში ჯაშუშობისთვის კიდევ ერთი მოქალაქე დაიჭირეს. ამ და სხვა თემებზე მოგვიყვება დღეს ჩვენი გუნდი. პოლონეთში რუსი ოპოზიციონერი ხელოვანის სემიონ სკრეპეცკის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე საქართველოს პასპორტის მქონე პირი დააკავეს. სპეცოპერაცია ლუბლინელმა სამართალდამცველებმა და ქვეყნის უსაფრთხოების სააგენტომ ერთობლივად ჩაატარეს. ამ დროისთვის პოლონური სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ დანაშაულის უშუალო დამკვეთის ვინაობის დასადგენად. შეგახსენებთ, რომ თავდასხმა ქალაქ ბიალა პოდლასკაში მოხდა. მოკლულია 44 წლის რუსი კარიკატურისტი და ბლოგერი რობერტ კეი, რომელსაც საზოგადოება სემიონ სკრეპეცკის ფსევდონიმით იცნობდა. ის პუტინისა და კადიროვის რეჟიმების მწვავე კრიტიკის გამო დევნილობაში იმყოფებოდა. ხელოვანი საკუთარ სახლთან ზაღლის გასეირნოების დროს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. საქმე რომ უაღრესად მნიშვნელოვან მკვლელობასთან გვაქვს, ამაზე პოლონური სახელმწიფოს რეაქცია მეტყველებს. განცხადებები გააკეთეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა. ორივე მათგანი არ გამორიცხავს პოლიტიკურ მკვლელობას. ძალოვანი უწყების პირველი პირი კი დაკავებულის კრიმინალურ წარსულზე საუბრობს. პრემიერმა ტუსკმა კი ტერმინი სახელმწიფო ტერორიზმი გამოიყენა. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობაა, თუმცა უნდა დაველოდოთ მტკიცებულებებს, ან უფრო კონკრეტულ გარემოებებს. თუ მართლაც ასე იყო და ეს რუსეთის დაკვეთით განხორციელდა, მაშინ ეს უკიდურესად სერიოზული ფაქტია და მე ვიტყოდი საერთაშორისო მნიშვნელობისაც. ეს სახელმწიფო ტერორიზმია, ძალიან სერიოზული საკითხი. ამიტომ ჯერ კიდევ ცოტა უნდა მოვითმინოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავარკვიოთ ყველაფერი, რის გარკვევაც შესაძლებელია. რაც შეეხება მის წარსულს, არსებობს ეჭვები, რომ ის ორგანიზებულ დანაშაულთან იყო დაკავშირებული. თუმცა ეს ინფორმაცია დეტალურად გადამოწმდება და როგორც უკვე ვთქვი, ის განიხილება როგორც წინა წლებში ჩადენილი სხვა დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირიც. პოლონური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს პასპორტი, რომელიც ეჭვმიტანილს ჰქონდა, ყალბია და დაკავებული ჩეჩნური წარმომავლობისაა. დამატებით ვრცელდება ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ დაკავებული 44 წლის რუსეთის მოქალაქეა და ის სარგებლობდა 36 წლის საქართველოს მოქალაქის პასპორტით. ჩვენ დილიდან ვცდილობთ პოლონეთში საქართველოს საელჩოს და საკონსულოს დაუკავშირდეთ, თუმცა სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაურეკეთ, სადაც წერილობითი ფორმით კომუნიკაცია გთხოვეს. ჩვენ მათ მივწერეთ და პასუხს ამ დრომდე ველოდებით. მოსკოვი კი იწვის. პეტერბურგის შემდეგ რუსეთის დედაქალაქის ჯერი დადგა. უკრაინულმა თავდასხმამ მოსკოვის სამშრიანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გაარღვია და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყა, რაც ხაზგასმით აღსანიშნავია. ტელეგრამ არხებზე გავრცელებული კადრებიდან რამდენიმეში დრონებთან ერთად ფრთოსან რაკეტასთან მიმსგავსებული ობიექტის ჩანს. თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება. თუ პუტინს ამ ომის დასრულება არ სურს და მისი გაგრძელება უნდა, ჩვენ ჩუმად არ ვისხდებით, პასუხს გავცემთ. ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვზე თავდასხმას. აქვე შეგახსენებთ, გუშინ დასრულდა დიდი შვიდეულის შეხვედრა, რომელსაც ზელენსკიც ესწრებოდა და იქ ახალ სამხედრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, ხოლო ეს კვირა კიევ-პიჩორის ლავრის დაბომბვით დაიწყო. ახლა გთავაზობთ ჩვენი კოლეგების მომზადებულ სიუჟეტს VT-ს ცენტრალური ნიუსრუმიდან. კადრები, სადაც ჩანს აფეთქების შედეგად საწვავის რეზერვუარის ცაში აფრენილი სახურავი სოციალურ ქსელებში ელვის სისწრაფით გავრცელდა. მოსკოვი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმის სამიზნე გახდა. ყველაფერი იწვის, მთელი მოსკოვი იწვის, ყველა საწარმო იწვის, მე აქედან ვახვევ. Куда стреляют?
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქზე თავდასხმა 180-ზე მეტი დრონით განხორციელდა. მთავარი დარტყმები კაპოტნიაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე იყო, რომელიც მოსკოვის რეგიონში ყველაზე დიდი საწარმოა. ქარხანა წელიწადში დაახლოებით 11 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს და მოსკოვის დიზელის საწვავზე მოთხოვნის თითქმის ნახევარს უზრუნველყოფს. Defense Express-ის ანალიტიკოსების შეფასებით, დრონების ფრენის მარშრუტზე სულ მცირე 5 პანცირის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა იყო განთავსებული, თუმცა ამან უპილოტო საფრენ აპარატებს მიზნამდე მიღწევაში ხელი ვერ შეუშალა. დრონების მასობრივი შეტევა კაპოტნია იწვის, სოდოვოდი იწვის, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აფეთქეს, ცა სოკოს ფორმის კვამლის ღრუბლით დაიფარა. მოსკოვის აეროპორტებში უკვე გაუქმებულია ან გადადებულია 527 ავიარეისი. ყველაზე რთული ვითარება შერემეტევოს აეროპორტშია. მოსკოვის მიმართულებით რამდენიმე დიდი ქალაქიდან გასასვლელები დროებით გადაიკეტა. მოსკოვის შემოვლითი საავტომობილო გზის მისადგომებთან კი მრავალკილომეტრიანი საცობებია. გზებზე დაწესებული შეზღუდვების გამო ტაქსის გამოძახების ლოდინის დრო 15 წუთიდან საათნახევრამდე გაიზარდა. დღეს ვერც სასწავლებელში მიხვალთ და ვერც სამსახურში. ეს ყველაფერი იმდენად საშინლად გამოიყურება. აი ასეთი წვიმა მოვიდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შემდეგ. ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის შემდეგ მოსკოვში ნავთობის წვიმა წამოვიდა. სოციალურ ქსელებში ადგილობრივები იმასაც წერენ, რომ დედაქალაქის გარშემო განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემები დაკისრებულ ამოცადას ვერ უმკლავდება. ნავთობგადამამუშავებელ საწარმომდე 2 კილომეტრია. აქ რა ჯანდაბა უნდა. ყველაზე მაგარი საჰაერო თავდაცვა გვაქვს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს ტყვია ფრქვევებით შეიარაღებული სამხედროები, რომლებიც კოშკებზე და მავზოლეუმის მიმდებარედ დგანან. ხიდებზე გათავსებულია ჯავშან ტექნიკა და პიკაპები. ჯავშან მანქანა დგას კრემლთანაც. უკრაინამ მოსკოვზე განხორციელებული დარტყმა ოფიციალურად დაადასტურა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს შეტევა რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ განხორციელებული უწყვეტი სარაკეტო და დრონული იერიშების სამართლიან პასუხად შეაფასა. ჩვენ ეს ომი არ გვინდოდა და არასდროს გვდომებია. ეს ყველა მიცის ჩვენმა პარტნიორებმაც და რა თქმა უნდა არ გვინდა რომ ტრის გამო უკრაინა იწვევდეს, მაგრამ თუ უკრაინა დაიწვება თქვენი მოსკოვიც. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, დადგა დრო შეწყდეს აგრესია, დადგა დრო დასრულდეს ეს ომი. უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ დაადასტურა, რომ გასული 1 თვის განმავლობაში უკრაინულმა უპილოტო დანაყოფებმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში უკვე მესამედ მიიტანეს. მისი თქმით, ოპერაციაში ასევე მონაწილეობდნენ სპეციალური ოპერაციების ძალები, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო. მისივე განცხადებით, რუსეთში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები კვლავ პრიორიტეტულ სამიზნეებად რჩება, რადგან ისინი რუსეთის არმიას საწვავით ამარაგებენ. ქვეყანას კი ომის გასაგრძელებლად აუცილებელი შემოსავლებით უზრუნველყოფენ. კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე პატიმარი სოხუმის საოკუპაციო ციხეში. აფხაზეთის დე-ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე შალვა ხიზანიშვილს ჯაშუშობისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით განაჩენი გამოუტანა. მას 6 წლითა და 9 თვით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა. ხიზანიშვილი 2025 წლის ოქტომბერში სოფელ შაშიკურარაში დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით მისი სახლის შხრეკისას იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს. აფხაზური მხარის ვერსიით დაკავებულმა აღიარა საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და რუსული სასაზღვრო საგუშაგო ვიდეო გადაღება. ოფიციალურ თბილისს აღნიშნულ საქმეზე საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში ეს ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს მოქალაქის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების უკვე მეორე შემთხვევაა. პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებს, ასევე ქართული ოცნების ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და იმ სხვა ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც დემოკრატიულ უკოსვლაზე არიან პასუხისმგებლები. ეს ერთ-ერთი პუნქტია იმ ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. დოკუმენტში პროპაგანდისტულად მოხსენიებული მედიების სანქცირებაზეცაა საუბარი. როგორ აფასებენ ევროპარლამენტარები უნგრეთში ხელისუფლების ცვლილების ფონზე სანქციების დაწესების შესაძლებლობას? ამ თემაზე ჩვენი კოლეგა სოფიო ნაცვლიშვილი ქრისტოფ ბრეიზას ესაუბრა და გთავაზობთ ახლა ინტერვიუს. You have talked a lot about the hybrid
პირადად თქვენ და ზოგადად ევროპარლამენტში ბევრს საუბრობენ რუსულ ჰიბრიდულ საფრთხეზე. აქვს თუ არა ევროკავშირს კონკრეტული ხელსაწყოები ამ ჰიბრიდულ საფრთხესთან დასაპირისპირებლად? როგორ ფიქრობთ, საქართველო თუ უახლოვდება ამ რუსულ მოდელს? ჩვენ მხარს უჭერთ ქართულ პატრიოტებს იმ ხალხის გვერდით ვდგავართ, ვინც იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის, თქვენი ქვეყნის ევროპული გზისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, განსაკუთრებით პოლონური დელეგაციისთვის, იმიტომ რომ ჩვენი ისტორია ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ვიცით, რომ უნდა ვიყოთ მტკიცე, უნდა ვიმოქმედოთ ეფექტურად, იმიტომ რომ საქართველოში რეჟიმია. კომისიას გაუგზავნით მოთხოვნებს, მივიღეთ საგანგებო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ვიყენებთ ძალიან ბევრ ინსტრუმენტს და გვაქვს როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური კონტაქტი იმ ადამიანებთან, ვინც საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან. თქვენ ხართ ერთ-ერთი ავტორი იმ შესწორებებისა, რომლებიც შევიდა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. მათ შორის იმ შესწორებების, რომლებიც ეხება სანქციებს. აქამდე უნგრეთი იყო ის ქვეყანა, რომელიც გადაწყვეტილებას მოკავდა. ახლა როცა იქ შეიცვალა ხელისუფლება, ფიქრობთ, რომ ეს საკითხი კვლავ დადგება დღის წესრიგში? უნდა გვახსოვდეს, რომ უნგრეთში ორბანი პრორუსული რეჟიმი იყო. ორბანი ბლოკავდა გადაწყვეტილებებს ევროკავშირში, ასე რომ მთავრობის ეს ცვლილება უნგრეთში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ევროკავშირს ახლა შეუძლია იმოქმედოს სანქციებს, რაც შეეხება. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც აშენებს აპარატს, სისტემას, რომელიც ანადგურებს დამოუკიდებელ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე იმ საიდუმლო სამსახურების წინააღმდეგ, რომლებიც სცემენ ადამიანებს. აუცილებელია სანქციები ქართული ოცნების წევრებისთვისაც, რომლებიც ჩართული არიან საქართველოში ევროპული ღირებულებების განადგურებაში. სანქციები მნიშვნელოვანია პროკურორებისა და მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში მოქალაქეების თავისუფლებას ანადგურებენ. მე ვიყავი გასულ წელს საქართველოში ჩემს ცოლთან ერთად და შევხვდი ადვოკატებს, რომლებიც ეხმარებიან მათ, ვინც ამ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეების სამიზნეა. ჩვენ ვიყავით სასამართლოში, ვნახეთ ახალგაზრდა ქალი მოსამართლე, რომელიც ძალიან უცნაურად უძღვებოდა პროცესს. ეს იყო მამაცი ახალგაზრდა ბიჭის პროცესი, რომელიც მონაწილეობდა პროევროპულ დემონსტრაციებში. ახლა ეს ბიჭი ციხეშია. ეს ქალი მოსამართლე დასანქცირებული უნდა იყოს. ეს სამართლიანი და აუცილებელია საქართველოში დემოკრატიის გასაძლიერებლად. ხშირად ამბობენ, რომ შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებს შეეზღუდოთ უვიზო მიმოსვლა. ანგარიშში სამუშაო და დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მოგზაურობის შეჩერების რეკომენდაცია არის გაცემული. თუმცა, თუ დემოკრატიული უკუსვლის პროცესი გაგრძელდება, არის შესაძლებლობა ეს შეეხოს სხვა მოქალაქეებს. ეს არაა ქმედება ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ვიცით, რომ ქართველი ხალხი არის პატრიოტი. ისინი მთელი გულით იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს. ეს არაა ნაბიჯი მათ წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მათ წინააღმდეგაა, ვინც კავკასიაში პრორუსულ რეჟიმს აშენებს. ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ, ჩვენ ქართული სუვერენიტეტის გვერდით ვართ. თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ გჯერათ ქართველი ხალხის თავისუფლების სიყვარულის და მათი ბრძოლის. რა გაძლევს იმედს, რომ ქართველი ხალხი ამ გზიდან უკანად დაიხევს? მე პოლონეთშიც და ბრიუსელშიც ძალიან ბევრ კარგ ქართველს შევხვედრი ვარ. ჩემი ასისტენტი ელენე მეტრეველი საქართველოს დიდი პატრიოტია. ვიცი, რომ ქართულ ხალხს აქვს დიდი ენერგია და დიდი სიყვარული ღირებულებების მიმართ. ერთიანობის შეგრძნება. ვიცი, რომ ქართველმა პატრიოტებმა, ისევე როგორც პოლონელმა პატრიოტებმა, იციან, რომ საქართველოს, ისევე როგორც პოლონეთის მომავალი არის დასავლეთში და არა პოსტსაბჭოთა ეგრეთ წოდებულ რუსკი მირში. საქართველო პირველ ადგილზეა ევროპაში, თუმცა ეს ის შემთხვევა, როდესაც საამაყო არაფერია. გარდაბანში ხესთან შეჯახება შეწრული 8 ახალგაზრდა. რისის პასთან ხევში გადავარდნილი 5 მეგობარი. ეს მხოლოდ ბოლო პერიოდში გახმაურებული საქმეებია. ტრაგედიის მიზეზი უმეტესწილად სიჩქარის გადაჭარბება და არაფხიზელი ძღოლები არიან. მაშინ, როცა ევროპული ქალაქები ნერგავენ Vision Zero-ს პრინციპს, რაც გზებზე სიკვდილიანობის ნულოვან მაჩვენებელს გულისხმობს, საქართველოში ეროვნული სტრატეგია მხოლოდ ფურცელზე რჩება. ბოლო წლებში ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფომ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, თუმცა პრაქტიკაში ცვლილებებმა შედეგი ვერ მოიტანა. რატომ ვერ მუშაობს ქულათა სისტემა ვიდეო ჯარიმებზე, რატომ ტოვებენ პასუხისმგებელი უწყებები კითხვებს უპასუხოთ და შოკისმომგვრელი ოფიციალური სტატისტიკა ნახეთ ნინო ვარძელაშვილის სიუჟეტში. საგზაო ავარიებში დაღუპულთა რაოდენობით ევროპაში საქართველო პირველ ადგილს იკავებს. ეს კადრი გარდაბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ასახავს. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა. დაიღუპა 8 ახალგაზრდა. მათი ასაკი 17-დან 22 წლამდე იყო. ახალგაზრდები წვეულებიდან სახლში გამთენიისას ბრუნდებოდნენ. BMW-ს მძღოლი სავარაუდოდ ნასვამი იყო.
5 მეგობარი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თბილისთან ახლოს, ლისის ტბის მიმდებარედ. მანქანა ხევში გადაბარდა. ამ ფაქტების გარდა მხოლოდ ბოლო 2 თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ათობით ავტოსაგზაო შემთხვევაა აღრიცხული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით ბოლო 5 წლის მანძილზე გასულ წელს ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 469 ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს, მათგან 164 ქვეითი და 28 ბავშვი იყო. ასობით ადამიანის სიცოცხლის გარდა ავარიებს ათასობით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებაც ეწირება. გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში 8191 ადამიანი დაშავდა, მათგან 1151 ბავშვი. თავარი დარღვევა, რომელიც ჩვენ გზებზე კლავს, არის სიჩქარის გადაჭარბება. და სხვათა შორის კიდე საკითხავია, სიჩქარე რამდენად ოპტიმალური სიჩქარე არის დადგენილი ქვეყნის მასშტაბით. იმიტომ რომ საერთაშორისო მაგალითები ჩვენ გვეუბნება, რომ მაგალითად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში სიჩქარე უნდა გაიზარდოს 30-მდე. ანუ მეტი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ გადარჩნენ ქვეითები შეჯახებისას და ასე შემდეგ. ევროკავშირის ქვეყნებში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 1 მილიონ მოსახლეზე 44 ადამიანი იღუპება. საქართველოში კი 129, რაც თითქმის 3-ჯერ მეტია საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე. ევროკავშირის ქვეყნები ნერგავენ ეგრეთ წოდებული ნულოვანი ხედვის Vision Zero-ს პრინციპს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილების ნულოვან მაჩვენებელს ნიშნავს. ოსლოსა და ჰელსინკში 12 თვიანი ციკლი წარმატებით დასრულდა. ავტოავარიაში არავინ დაღუპულა. Vision Zero-ს პრინციპს ეფუძნება საქართველოს გზების უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტიც, თუმცა მკვლევართა თქმით, მისი იმპლემენტაცია არ ხდება. უნდა რამენაირად დავნერგოთ Vision Zero-ს პროგრამა, რომ ყოველწლიურად უკეთესი იყოს მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს საგზაო ქვეყანაში არსებობს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა, რომელიც ყოველ წელს მტკიცდება და ყოველ წელს იქ იწერება, რომ 20%-ით ნაკლები უნდა იყოს დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა. და ყოველ წელს ჩვენ ხედავთ, რომ არა თუ იკლებს, არამედ იმატებს კიდევაც დაღუპულების რაოდენობა. ევროდირექტივის ნაწილი იყო 2017 წელს მართვის მოწმობის ქულათა სისტემის დანერგვაც. მძღოლს ყოველწლიურად ენიჭება 100 ქულა, საიდანაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას კონკრეტული რაოდენობის ქულა აკლდება. თუმცა ქულები არ აკლდებათ მძღოლებს, რომლებიც მაღალი სიჩქარით გადაადგილდებიან და მათ ვიდეო ჯარიმა აფიქსირებს. სიკვდილიანობის შემცირება დაახლოებით 20-30% არის შესაძლებელი ქულათა სისტემის მიბმით სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებზე. სიჩქარის გადაჭარბება ვიდეოკამერებით ხდება აღსრულება და ვიდეოკამერებით დაჯარიმებულ მძღოლებს არ აკლდებათ ქულა. აქედან გამომდინარე არიან ადამიანები, ვინც ათასობით ლარი ჯარიმას იხდიან და მაინც მოძრაობენ ქალაქის ქუჩებში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2026 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკური მონაცემებიც გამოაქვეყნა. მხოლოდ 3 თვეში ავტოავარიაში დაიღუპა 92 ადამიანი. საქართველოს გზების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკონომიკის სამინისტროს ეკისრება. რატომ არ არის საქართველოს გზები უსაფრთხო, ან რატომ არ სრულდება სტრატეგიული დოკუმენტი? მივმართეთ კითხვებით, თუმცა სტრუქტურიდან პასუხი ვერ მივიღეთ. თემაზე საუბარი არც შინაგან საქმეთა სამინისტროში ისურვას. ბოლო 10 წლის მანძილზე 2015-დან 2025 წლის ჩათვლით გზებზე ავარიებს 5324 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ძალიან სამწუხაროა პასუხისმგებელი უწყებების დუმილი და იმედია ეს პრობლემა როდესმე მოგვარდება. დღეისთვის სულ ეს იყო. დასასრულს ვთხოვთ VT საქართველოს News-ის სოციალური არხები გამოიწეროთ YouTube-სა და Facebook-ზე. ჩვენ კი გავაგრძელებთ მუშაობას, რომ თქვენამდე მოვიტანოთ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ევროპიდან, თავისუფალი საქართველოსთვის. დროებით.